გაიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საღამოშიდობისა, მოგესალმებით, თქვენ უსმენთ რადიო იმედს, მე ნინი ხუგაშვილი ვარ და ღიეთ ეთერში ვიწყებთ პროექტს ვუსმენთ ერთმანეთს, რუსული პროპაგანდის ფაქტორი. ეს არის თემა, რომელზედაც დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ და აქვთ თავაზობთ ინტერაქტივი შეკითხვას. თქვენი აზრით, ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა? 292 1188 292 1189 გახლავთ ღიეთ ეთერისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრები, შეგიძლიათ დაარეკოთ და გამოხატოთ საკუთარი პოზიცია. ღიად ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, პრორუსული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის ძალის შესახებ საქართველოში ინფორმაცია გაზვიადებულია. კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ პრორუსულ ძალებს არც იმ ხელა მხარდაჭერა აქვთ, რომ გავლენა მოახდინოს საზოგადოების განვითარებაზე. საინტერესო რას ფიქრობს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ამ თემაზე ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც ტელეფონის მეშვეობით გვერდდება. ღია ეთერში მოგესალმებით ბატონო ვახტანგ, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონო ვახტანგ, ინტერაქტივი შეკითხვა და სწორედ ამ შეკითხვით დავიწყებთ თქვენთან საუბარს. თქვენი აზრით, ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა? უნდა გითხრათ, რომ ეს უფრო იმის შედეგია, რომ დღეს უფრო მეტად ჩანს რუსული ძალები და რუსული პროპაგანდა ქვეყანაში, ვიდრე დაუშვათ რამდენიმე წლის უკან. სერიოზულად თუ ვიმიჯერებთ ამაზე, ფაქტია ის, რომ რუსული ძალები და რუსული პროპაგანდა საქართველოში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მისი გამოსვლა, ასე ვთქვათ, ჩრდილიდან გარეთ, ზოგ შემთხვევაში იყო უფრო ინტენსიური და თვალსაჩინო, ხშირ შემთხვევაში არა. არა მგონია, რომ ახლა რუსული პროპაგანდა რაღაც განსაკუთრებულად გაძლიერდა ამ ბოლო დროს. უბრალოდ უფრო მეტად ჩანს, იმიტომ რომ ხარისხი, ასე ვთქვათ, თავისუფლებისა მაღალია და შესაბამისად აქცენტირებაც ამ ფაქტორზე უფრო მეტია. ამასთანავე მოვლენები, რომელიც ზოგადად ვითარდება ჩვენს ირგვლივ ქვეყანაში, უკრაინის მოვლენებს გულისხმობ, უკრაინის მოვლენებსაც გულისხმობ, უფრო ასე ვთქვათ სენსიტიური გავხადა ჩვენს და დანარჩენი მსოფლიოს ამ ფაქტორის მიმართ. რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა? ვის მოიაზრებთ რუსულ ძალებად? თქვენ სწორედ რუსული ძალები აღნიშნეთ საუბრის დასაწყისში. იცით რაშია საქმე, რომ გარკვეულწილად მედიაში, იქნება ეს ელექტრონული თუ ასე ვთქვათ ბეჭდური მედია, რუსეთისადმი დაიწყო ანტიდასავლური პროპაგანდა გარკვეული ძალების მიმართ და გაჩნდა უფრო წინ წამოვიდა მოთხოვნები, რომ შეიცვალოს საგარეო კურსი, საგარეო ორიენტირი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ბევრი ფაქტორი, მათ შორის ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირი, დასავლური ღირებულებები და ასე შემდეგ. გაჩნდა ასევე მოთხოვნები და დაიწყო ფიქრი იმას მედიაში, ფიქრი რა, აზრის გამოთქმა იმის შესახებ, რომ აი ამ კურსმა, პროდასავლურმა კურსმა ჩვენ ვერ მოგვიტანა ვერც სოციალური, ასე ვთქვათ, სიკეთეები და ვერ მოგვიტანა ის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აგვედგინა. ეხლა არის ისეთი ვითარება მამანთა აზრით, რომ შეიძლება, ასე ვთქვათ, რუსეთთან ურთიერთობა ყოველივე ეს შეცვალოს. აი ეს არის ის რასაც რუსულ პროპაგანდას უწოდებს. გარდა ამისა, გააჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვლიან, რომ დაუშვათ ნეიტრალიტეტი, უარის თქმა დასავლურ ღირებულებებზე თუ ნატოზე და ასე შემდეგ მოგცემს საშუალებას ჩვენ, რომ წაგვადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს პოლიტიკური ძალები კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ დაუშვათ რამდენიმე 2012 წლამდე არათუ პრორუსული ძალების, საერთოდ დემოკრატიული ძალების ასე ვთქვათ თავისუფალი მოქმედებაც კი ქვეყანაში გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, რამის რეპრესიული სისტემა იყო აწყობილი. მაშინდელ რაც ვითარება შეიცვალა და ასე ვთქვათ აზრის გამოთქმა და დაფიქსირება
საშიშროებას აღარ წარმოადგენს, ეს ძალები გარკვეულწილად გამოვიდნენ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ასპარეზზე. ამასთანავე არსებობს მითი იმის შესახებ, რომ მოსახლეობის რაღაც პროცენტი ამ ძალებს ხარჯს დაუჭერს. პოლიტიკური პარტიები ბუნებრივია თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება თუ მათ ხმებზე იმუშავებენ, ინადირებენ და მიიმხრობენ მათ და ამით მოახერხებენ დაუშვათ სახელმწიფო ორგანოებში გასვლას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნამდვილად პრორუსული ძალების არას არსებობენ, რა თქმა უნდა, და უფრო შორს აწვავენ პოლიტიკური ასპარეზზე ისეთი პარტიებიც კი გამოჩნდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის აღდგენას მოითხოვენ, ნებადმოწმული კომუნისტური პარტია, მაგრამ ნუ ეს დღევანდელი რეალობაა. მე არ ვთვლი, რომ ეს საგანგაშო მოვლენა არის, შეიძლება არ იყოს არც თუ ისე სასიამოვნო, მაგრამ ჩემი აზრით ეს არც საგანგაშო მოვლენაა. უფრო მეტიც მე მგონია, რომ როდესაც მიეცემა საშუალება ამ ძალებმა თავიანთი თავი და თავიანთი მიწამსი ღიად დააფიქსირონ, ეს ზოგადად ხელს შეუწყობს ქვეყანაში არა მარტო დემოკრატიის განვითარებას, არამედ საერთოდ ჩამოყალიბებას საზოგადოების და მოსახლეობისა თუ უმეტესის ნაწილისა თუ საით მივდივართ რა გვინდა და როგორი იქნება ჩვენი განვითარების მომავალი განვითარების სეგმენტი და ვექტორი. არა, ამიტომ ამასთანავე ერთხელ და სამუდამოდ გვეცოდინება მართლაც რეალურად რა მხარდაჭერა აქვს ამ რუსულ ძალებს მოსახლეობაში. ეხლა შეგვიძლია რა თქმა უნდა ხელისუფლება შეუძლია იყოს უფრო კრიტიკული, მკაცრი, რეპრესიული, მაგრამ ეს ვითარებას არ შეძლებს, იმიტომ რომ ეს ძალები მაშინ გადავდნენ ჩრდილში და მნიშვნელობა არ აქვს თუ ძალა არსებობს და მოსახლეობაში ასეთი განწყობა არსებობს. ჩემი აზრით უმჯობესი იქნება თუ ის ეს ასახული იქნება პოლიტიკურ სპექტრში და არ იქნება იზოლირებული ან არ იქნება ასე ვთქვათ არალეგალურ მდგომარეობაში. როდესაც ვფიქრობ, რომ არალეგალურ მდგომარეობაში ის ქვეყნისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე მაშინ, როდესაც ვიცით ვინ არის, რა არის, რას წარმოადგენს და რა უნდა. ბატონ ვახტანგ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში არასოდეს ყოფილა ასეთი მასობრივი შეტევა რუსეთის რბილი ძალის მხრიდან, როგორც ახლა. როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებში შედის საქართველოში რუსული პროპაგანდის გაძლიერება და ასე თქვენ აღნიშნეთ, რომ გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, ვის გულისხმობთ კონკრეტულად? ვინც ამ პროპაგანდაში არის თქვათ მთავარი ნაბიჯის გადადგმული. ბოლოდან ჩემი განსაზღვრებით რომ არ იყოს ვაჭრობა, რომ იცით რა მეტრო რუსული კი არა, ქართული ძალა ვარ და პატრიოტული და ასე შემდეგ, მარტივად საზღვრავ. ის ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს უარი უნდა თქვას დასავლური ვექტორზე განვითარებისა და დასავლეთთან ურთიერთობაზე, იქნება ეს ევროკავშირი, იქნება ეს ნატო თუ ზოგადად დასავლური ღირებულებები, ჩემთვის ასოცირდება რუსულ ძალებთან. იმიტომ რომ აქ რაღაც მესამე ამ შემთხვევაში არ არსებობს, რა დაუშვათ პროდასავლური, პრორუსული და პროქართული. ეს სპექტრი არ იყოფა სამწუხაროდ ჩვენ და ასე არ იყოფა. არის ორად განყოფილი და ვინც იცის ეს ვითარება და ვისაც უფიქრია იმაზე თუ რას წარმოადგენს რა არჩევანი აქვს საქართველოს ამ მხრიდან და რა შესაძლებლობები, მისთვის ეს ძალიან ცხადი და ნათელია. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ იმაზე რომ რუსეთთან ურთიერთობის აწყობა შეიძლება დასავლეთთან ურთიერთობის და თანამშრომლობის გნებად ევროკავშირის გნებად ნატოს თანამშრომლობის უარის ხარჯზე, ნუ ეს არის ის რომ გვაქვს ძალიან მოკლე ისტორიული მეხსიერება და გეტყვით რომ დაუშვათ 90-იან წლებში, როდესაც საქართველოს არც ნატოზე იყო ლაპარაკი, არც ევროკავშირზე იყო ლაპარაკი, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მილსადენებზე და ეკონომიკაზე იყო ლაპარაკი, მაშინ ძალიან ვარწმუნებდნენ, რომ თუ ჩვენ შევიდოდით დსთ-ში, მაგალითად, აღდგებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დაბრუნდებოდეთ მანეთის სივრცეში, მაშინ ძალიან გვიწირდა თუ გახსოვთ, კუპონი შემოვიღეთ, იმიტომ რომ რუსეთიდან აღარ შემოდიოდა ფულადი ერთეული და ეს ყველაფერი მოგვარდებოდა და გასწორდებოდა. ესენში შევედით, გახსოვთ ესეც ალბათ, მან შემდეგ სანამ ნატო და მილსადენები დაგდებოდნენ კარგად დიდმა დრომ გაიარა,
მაგრამ ვერც ტერიტორიული მდგომარეობა ყოფილა და ვერც სამანეთო სივრცეში დავბრუნდეთ, ვერც ეკონომიკურად გავემართეთ წელში და ასე შემდეგ. აღარ ვლაპარაკობ რა იყო 90-იან წლებამდე. ამიტომ როცა ვამბობ არჩევანი არა გვაქვს, ეს არჩევანი ნამდვილად არა გვაქვს. და ლაპარაკი იმაზე რომ თუ ჩვენ მივიღებთ დაუშვათ გამოვაცხადებთ უბრალო სტატუსს რომელიც ყველაზე ახალია დღეს ხო და ამის შემდეგ რუსეთი დათმობებზე წავა რომ ეს არის ვილად რომ თქვათ საგარეო რუსული საგარეო ურთიერთობების არცოდნა ან რუსეთის სტატუსი რაღაც იმაზე უფრო დილიდან თელი დამოკიდებულება ვიდრე ელექტროს პერიოდში იყო. ამიტომ რომ ვისწრებ პოლიტიკურ როლს უძალავთ ყველა იმ ძალას ვინც ამბობს რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნატოზე. იმიტომ რომ ეს იმას მოგცემს დღეს და ხვალ რა თქმა უნდა რუსეთი არ შემოვა და ათუ ასე სტატუსს მივიღებთ და ნაბიჯებს არ გადადგამს ჩვენს ასე ვთქვათ დასაყრდნობით მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ რუსეთი დაელოდება დროს და ჩვენ დაუჩერეთ იმ რუსულ სივრცეში რომელშიც აქამდე ვიყავით. გასაგებია მოვწყდეთ და განვითარებულ ცივილიზებულ ქვეყნებად ვიქცეთ როგორც დავუშვათ ბალტიისპირეთთან ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავხდეთ. სხვა გამოსავალი აქ არ არის და კიდევ ერთხელ ამიტომ პრომოსულ ძალას ყველა იმ ძალას ვინც აი ამ დასავლურ ღირებულებებზე ნატოზე ამბობს უას პოლიტიკურ ძალებს. ბატონო ვახტანგ აქ შელამაზება რომ ნეიტრალიტეტი კი არა უბრალო სტატუსი გვინდა ან საერთოდ არ გვინდა არაფერი და ჩვენთვის ვიყოთ მიმაჩნია რომ არის რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილი. გასაგებია ბატონო ვახტანგ თქვენ საუბრობდით 90-იან წლებზე მას შემდეგ დიდი დრო გავიდა თუმცა არგუმენტად რომ თქვა რუსული ძალების გაძლიერება საქართველოში შესაძლოა იყოს შანსი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რამდენად რეალურად მიგაჩნიათ თქვენ დღეს თუ ეს ვერ გაკეთდა ჩვენი დათმობების მიუხედავად 90-იან წლებში მაშინ როდესაც რუსეთისთვის დასავლეთთან ურთიერთობა იყო გაცილებით მნიშვნელოვანი და გაცილებით საჭირო თავად რუსული ელცინის ხელისუფლებისთვისაც ვინც ამაზე ფიქრობს გაეცემოს იმდროინდელი რუსული ვითარება რუსეთში ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაშინ ელცინისთვის ისევე როგორც პუტინისთვის დასაწყისში ასე ვთქვათ დასავლეთის მხარდაჭერა ხო და მაშინ არ გადადგა რუსეთმა ეს ნაბიჯები მაშინ არ წავიდა ამ დახმობებზე მაშინ მოხდა აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის გენოციდი და გამოსახლება დღეს რა საფრთხეები ბატონო ვახტანგ დღეს რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს თან ამ პროცესს საფრთხეები ყოველთვის არსებობს და არსებობს ერთი ძალიან ესეთი უსიამოვნო საფრთხე რომ რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებას რომელთან უქნას რომ მიიღებს გადაწყვეტილებას შემოვიდა სამხედრო ძალით შემოვა სამხედრო ძალით სხვა საფრთხეს ახმე რომ დაუშვათ არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება და ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა პოვოს ძალამ პრორუსულმა ძალამ რომელიც ღიად იტყვის რომ მას უარს დასავლეთზე და აქცენტ ისევ ჩრდილოეთით აიღებს ასეთი ამის იმედი და მოლოდინი რა თქმა უნდა მიარმავს მაგრამ თუ რუსეთის ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას რომ ცხინვალიდან სამხედრო შენაერთები დაგრას ეს ახლა მაშინ სხვა საკითხია ამიტომ საფრთხეს მე სწორედ ამაში ვხედავ რუსული ძალები თუ საქართველოს ქართული ხელისუფლება მეტნაკლებად ნორმალურად იქნება საქართველოში მხარდაჭერას ვერ პოვებენ ეს ჩემი აზრით ეს არის გამორიცხული და ამას გვაჩვენებს აი ეს არჩევნების შედეგები რომელსაც ვაოქტომბერს ნახავთ. და ბატონ ვახტანგ საუბრის მიწურულს თქვენ ახსენეთ დღეს საუბრის განმავლობაში არჩევანი და შანსები. მართლაც რა არჩევანი აქვს საქართველოს და რა შანსები დღეს? არჩევანი საგარეო ურთიერთობებში ჩვენ არ გვაქვს და სხვათა შორის არ გვაქვს არც საშინაოში. საგარეო ურთიერთობებში ეს არის დასავლეთის
კენდა ევროკავშირი, ნატო და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი ამას უფრო დააჩქარებს და უფრო ასე ვთქვათ მე სახელმწიფო ინტეგრირებული გავხდეთ უფრო დასავლეთთან და საერთოდ შეეხება საშინაოს ეს არის ის რომ ჩვენ ჯერჯერობით სამწუხაროდ როგორც იურიდიულად ისე ფაქტობრივად ვცხოვრობთ ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში ჩვენთან ვერ იწყება დემოკრატიული სახელმწიფო, არ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ის რომ არც რეპრესიული სახელმწიფოა, თუმცა დღევანდელი ვითარება ის არის, რომ ორივე ამ რეჟიმის ელემენტებს სახელმწიფო ატარებს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული შიდა პოლიტიკური რეფორმები არა უწყედებში, არამედ მთლიანად და სახელმწიფოს მოწყობა დემოკრატიულ პრინციპებზე თანამედროვე ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო საგარეო ორიენტირებული დასავლეთი. ეს არის ის, რასაც შეუძლია რაც შეგვინარჩუნოს როგორც ეროვნული უსაფრთხოება, ასევე ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული კულტურა მოგცეს განვითარების საშუალება და ახალ ეტაპზე აგვიყვანოს. ყოველგვარი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. უღრმესი მადლობა. ვახტანგ ძაბირაძე საუბრობდა ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში თემაზე რუსული პროპაგანდის ფაქტორი. გაიცემის პირველი ნაწილი დასრულებულია. შევხვდებით სულ რამდენიმე წუთში. ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა? გელოდებით უკვე ინტერაქტივში. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99 უსმენთ ერთმანეთს. საგულმშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ განვაგრძობთ პროექტს ვუსმენთ ერთმანეთს. მე ნინი ხუგაშვილი ვარ და დღეს ვსაუბრობთ რუსული პროპაგანდის ფაქტორზე. გთავაზობთ ინტერაქტივის შეკითხვას. თქვენი აზრით ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა? დღეს გაიცემის პირველ ნაწილში ვესაუბრეთ ვახტანგ ძაბირაძეს ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში. გაიცემის მეორე ნაწილში ჩავართავთ არჩილ გამზარდიას საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აზრით პრორუსული პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ძალის შესახებ საქართველოში ინფორმაცია გაზვიადებულია. ის მიიჩნევს რომ პრორუსულ ძალებს არც იმხელა მხარდაჭერა აქვთ რომ გავლენა მოახდინოს საზოგადოების განვითარებაზე, თუმცა ამის ფონზე საქართველოში არასოდეს ყოფილა ასეთი მასობრივი შეტევა რუსეთის რბილი ძალის მხრიდან, როგორც ახლა აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანიას აზრით კი რუსული პროპაგანდა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ ჩნდება და რჩება. რას ფიქრობს ამ თემაზე არჩილ გამზარდია? ჩვენ შეგვიძლია ტელეფონის მეშვეობით მოვისმინოთ მისი პოზიცია. მოგესალმებით ბატონო არჩილ, მადლობა რომ მოგესალმებით თემაში. მოგესალმებით თქვენს რადიოს მენელს, მადლობა თქვენს. ბატონო არჩილ, ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა? ინტერაქტივის შეკითხვით დავიწყებ სწორედ საუბარს თქვენთან. კი, მგონი ეს უფრო შეკითხვა რიტორიკულიც, იმიტომ რომ ფაქტის კონსტატაცია უფრო ასე ვთქვათ შეკითხვაში. კი, სამწუხაროდ ძლიერდება ის სამწუხაროდ თელსოფლიოში ჩვენ ვხედავთ რუსეთს უფრო აქტიურ მოთამაშედ ბევრ პროცესში და ფაქტია რომ ქართულ საზოგადოებაში უფრო მე ვიტყოდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გარკვეული პერსპექტივები უჩნდება მას, იმიტომ რომ პოლიტიკური სუბიექტები ჩვენთან ეძებენ ხშირად ფინანსებს, ეძებენ ხშირად შესაძლებლობებს საიმისოდ რომ საკუთარი ინტერესები განახორციელონ და სამწუხაროდ შეიძლება ეს ყველაფერი გადიოდეს მტერთან ზედმეტი ურთიერთობის ხარჯზე. მე აქ მინდა ხაზგასმა გავაკეთო რომ შეხედულება რომ თქვათ დისკომუნიკაციის პირობებში იყო საქართველოსთან არც ეს მესახება სწორად ან კომუნიკაცია აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუმცა რუსული ფულის, რუსული ინტერესების შესაბამისად ტრიალი, აი ეს არის უკვე მტრის ბანაკიდან, ასე ვთქვათ, საკუთარ სამშობლოსათვის სროლა, რაც საქართველოშიც გარკვეულწილად გვაქვს ნამდვილად სახე. ბატონო არჩილ, გაიცემის პირველ ნაწილში ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, რომ ნაკლებად შეინიშნება რუსული ძალების გაძლიერება საქართველოში, უბრალოდ უფრო მეტად ჩანს დღეს ეს, რაც დემოკრატიისთვის აბსოლუტურად თამდევი პროცესია. საინტერესოა, რას ფიქრობთ თქვენ, როგორია საზოგადოების განწყობა ამ ყველაფერზე? კი, საინტერესო ასე ვთქვათ პასუხი არის, დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ წინა წლებში თუ ეს საქართველოში შედარებით ნაკლებად იყო, ეს იყო სწორედ იმის გამო, რომ წინა ხელისუფლება ზეწოლის პირობებში აქცევდა მათ, ვისაც საკუთარი მოსაზრებები ამგვარად შეიძლება გამოიხატა, თქვათ, და მისი მოსაზრებები გადიოდა რუსეთთან
ურთიერთობის უფრო ისეთი ტიპის ფორმებზე, ვიდრე ჩვენ მას ვხვდათ ეწინააღმდეგებით. ამიტომაც ეს იყო იძულების წესით შეკავებული პროცესი. თანამედროვე ქვეყანა თუ კი დემოკრატიულ ღირებულებებს ამჯობინებს, ის ვერ აუკრძალავს ვერც პროპაგანდას, ის რაც კანონგარეში არ არის, იმას ვერ აკრძალავს. ხომ ასეა, ჩვენ ხედავთ საფრანგეთში მსგავს პროცესს, არა ლეპენის წინსვლა და საკმაოდ მაღალი პერსპექტივები და წარმატებები სწორედ ამისი გამოხატულება იყო. ხედავთ ამას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, საპრეზიდენტო კანდიდატის ასე ვთქვათ, რიტორიკაშიც კი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა ვიტანოთ იმ პირობებში, თუ კი თქვა დემოკრატიული პროცესი გსურს. თუმცა მე მინდა გავაკეთო ხაზგასმა, რომ სახელმწიფო სექტორის მხრიდან, ანუ ხელისუფლების მხრიდან იმისი ნუგეშისცემა, ასე ვთქვათ, თვითნუგეშისცემა, რომ რაკიღა ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია, ამიტომ შვიდად ვუყუროთ რა და როგორ ვითარდება, ეს თავისთავად არასწორი შეხედულებაა. სახელმწიფო სექტორი არსებობს იმისთვის, რომ მეტი გონიერების პირობებში მეტი იმუშაოს, რათა საზოგადოებაში სწორი ფასეულობებისა და დამოკიდებულებების ხელშეწყობა მოახდინოს და არა უბრალოდ თვალყური ადევნოს იმას და ინუგეშოს თავი იმითი, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ხაზგასმა იმაზე, რომ საზოგადოება, ისევე როგორც ხელისუფლება, თანადროულად არის პასუხისმგებელი იმ პროცესზე, რაც ხდება და ხშირ შემთხვევაში ამას ხელს უწყობს ზედმეტი რეზონანსიც კი, მაგალითად, მე ასე ვთქვათ, შენი შესახე არ მინდა მიცემ მედია საშუალებას, იმიტომ რომ ისინი ბუნებრივ თავის საქმეს ახორციელებენ, მაგრამ ეს ხშირად უწყობს ხელს აი ამ დალების გაძლიერებას, როდესაც ის რეზონანს, როდესაც მედია საშუალებები რეზონანსის გაძლიერებაში ეხმარებიან ამ პრორუსულ ძალებსა და ამგვარ აქტივობებს. ბატონო არჩილ, რა შანსები აქვს პრორუსულ ძალებს საქართველოში პოლიტპროცესებში ჩართვისთვის და როგორია საზოგადოების განწყობა თავად? პირველ, ეს არის ერთი კონკრეტული მიზეზი, რომ პრორუსული განწყობები შესაძლოა მიერდებოდეს, ან იყოს თქვათ და რაღაცა საბჭოთა ნოსტალგიით იხსენებდნენ ასე ვთქვათ, საშუალოზე მაღალი ასაკის მქონე ადამიანები და ისინი დღეს პოლიტიკურად აქტიურ ნაწილს წარმოადგენენ. ახალთაობაში მას პრაქტიკულად შანსები არ გააჩნია, ძალიან დაბალი შანსები გააჩნია. ამიტომაც პირველ რიგში აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახალგაზრდების ჩართვა უფრო მეტად მოხდეს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში და შესაბამისად ამისი პერსპექტივა შემცირდება, გაძლიერდება. მეორე მხრივ ალბათ იმის ჩვენება უკეთ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ადამიანებს რუსეთი არ მოსწონს როგორც ცალკე აღებული ქვეყანა, ან ცალკე აღებული სახელმწიფო სექტორი. არგუმენტებად არის, როგორც წესი ჩვენ თუ მათ მოусმენთ, რამდენიმე ფაქტი დასახელებული, ფაქტი კი არა, რამდენიმე ნიშანი დასახელებული. ერთი ეს არის საბჭოთა ნოსტალგია, როდესაც ადამიანები ნაკლებ შრომობდნენ და რაღაც ელემენტარული საჭიროებების პრობლემა არ ქონდათ, როგორც დღეს შეიძლება იყოს. მეორე ეს არის, რომ ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას მაინც ხედავენ რუსეთის ნებაში და შესაბამისად არსებობს ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ამგვარი კომპრომისებით მათთან დამეგობრების წყალებში ვიტყოდი ამ სიტყვას გარომ რუსეთთან ახლობლობაში პირობითა და ვთქვათ გადის გზა ტერიტორიების დაბრუნებაზე და მესამე ეს არის აი აქ უკვე პროპაგანდას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა, ეს არის ფსევდო დამოკიდებულებები, იგივე ფასეულობების მიმართულებით, რელიგიური იქნება თუ სხვა მიმართულების. ამიტომ ამგვარი რიტორიკა შეიქმნა, რომ დღეს ანტიევროპულ პროპაგანდას ეწევა ნაწილი საზოგადოების მცირე, მაგრამ საკმაოდ დაფრად, რომ აჩვენოს ის, რომ თითქოს დამიუღებელია საქართველოს ევროპული სტანდარტები და პირიქით ამის პარალელურად აჩვენოს რუსეთი როგორც ჩვენს მენტალობასთან თუ ფასეულობებთან ახლომდგომი ქვეყანა. აი ეს ძირითადად სამი ფაქტორი მოქმედებს რუსეთის, ასე ვთქვათ, წყალებში პოპულარობაზე, ან რუსული ხელის პოპულარობაზე საქართველოში. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თუ კი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მედია, სახელმწიფო სექტორი და ასე შემდეგ, ბევრად უფრო გონივრულად იმოქმედებენ, შესაბამისად არც ერთ მათგანს აი ამ დასახელებული არგუმენტებიდან ფესვები არ გააჩნია. პრაქტიკულად თითოეული მათგანი აი ბუტაფორიულია, რომელსაც უბრალოდ შეიძლება გახსნან საზოგადოება ძალიან შვიდად და მარტივად მიხვდეს
გარკვეულ დასკვნებთან. როგორც იყო, ცოტა არასწორი შედარება იყო შეიძლება და არაპირდაპირი, მაგრამ 80-იანების ბოლოს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, თითქმისწლიანი ნაწილი, მათ შორის აფხაზეთისა და შიდა ქართლის სამაჩაბლოს რეგიონის ჩათვლით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსეთის ზედმეტი დომინირება საბჭოთა კავშირში მიუღებელი იყო და რომ საქართველოს დამოუკიდებლობა სჭირდებოდა და ჩვენ კარგად გვახსოვს და კარგად ცნობილია ფაქტები, როდესაც სწორედაც ის რეგიონებიც კი, რომლებშიც დღეს რუსეთი მართავს ასე ვთქვათ პროცესებს, როგორ იბრძოდა მთლიანი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ანუ, როდესაც მაშინ საზოგადოება გამოფხიზლდა, რუსეთის მიმართ დამოუკიდებულება ბევრად უფრო ადეკვატური გახდა. რუსეთში ხედავდნენ არა საშუალებებს, არამედ ხელის შემშლელს და დღეს ეს ყველაფერი ასევე არის განსამარტი საზოგადოებისათვის, რომ რუსეთში არ დაინახონ ის, რაც მასში არ დევს. ვინ უნდა განუმარტოს საზოგადოებას? განმარტოთ, რასაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ რომ შეკითხავს, რასაც მე ვაკეთებ, იმიტომ რომ პასუხსვაძე რა თქმა უნდა ეს ძალიან ცოტა, მაგრამ გულისხმობ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სწორ თვითგამოხატვას ამ პროცესთან მიმართებაში სახელმწიფო სექტორს, რომელიც ქარაგმებით არ უნდა საუბრობდეს და გამოკვეთილი პოზიცია ქონდეს, არ გულისხმობ მე ისეთ გამოკვეთილს, როგორც წინახალისმშობლებას, რომელიც მათ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ზარალი განგვაცდევინა. არამედ სახელმწიფოს მხრიდან სწორი პროცესების ასე ვთქვათ ხარდაჭერას. არა სამთავრობო სექტორს, ზოგადად სამოქალაქო სექტორს მთლიანობაში. იმიტომ რომ ეს ნაწილი არის ნაწილი პოლიტიკურ ნაწილშიც კი ჩვენ კარგად ნახავთ, რომ არიან პარტიები, რომლებიც დღეს ვეღარ იყიდებენ ფეხს საქართველოში და ცდილობენ, რომ იქნებ რუსეთში ვიღაცამ 2 კაპიკი გადმოუგდოთ და შესაბამისად რაღაცა აქტივობებს ხელი შეეწყოს, ასე ვთქვათ. ეს არის ხშირ შემთხვევაში და ეს აძლიერებს მათ, თორე ისტორიული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, რაც კი დავასახელებ სწორედ იმიტომ, რომ მათ ცნობადობას ზედმეტად ხელი არ შეუწყოთ, პირიქით იყო ჩვენთან უფრო გამარგინალებული, ნეგატიურად გამარგინალებული. ამიტომაც მთლიანობაში საზოგადოებამ სწორად უნდა იმჯეროს ამ საკითხებზე და ადეკვატურად. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თქვათ რაღაცა როგორც ერთი უკიდურესობა შეხედულებების, რომ რუსეთთან საერთოდ არ არის საჭირო ურთიერთობა და რომ კომუნიკაცია საერთოდ არ უნდა იყოს და რომ არცად არ უნდა იკვეთებოდეს ჩვენი ინტერესები, ასეც არ არის, იმიტომ რომ ტრებთანაც იკვეთება ყოველთვის რაღაც გარკვეული სტრატეგიები და ეს ახსოვს. და მეორე უკიდურესობა ის, რომ რაც ახლა ბოლო პერიოდის რამდენიმე აქტივობაში ნახეთ, რომელიც სრულიად ასევე არაადეკვატური იყო. ამიტომაც ვამბობ, რომ მთლიანად საზოგადოება ეს არ არის ერთი ხარის პასუხისმგებლობა ხელისუფლების ან ვიღაცის. ყველა პასუხისმგებლობა ვაჩვენოთ სწორად რუსეთი და ვაჩვენოთ სწორად ევროპა და ვაჩვენოთ სწორად ჩვენი თავი, შესაბამისად ძალიან მარტივად მივხვდებით ლოგიკის და თუ დასკვნის გაკეთება ჩვენ შემდგომაზე აღარ გაგვიჭირდება. რა არჩევანი აქვს საქართველოს ამ ვითარებაში და რა შანსები მაშინ? რა მხრივ შანსებს გულისხმობ? არჩევანში გულისხმობ იმავე ვთქვათ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, თქვენ ახსენეთ რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფი, ვისაც აქვს ნოსტალგია რუსეთთან მიმართებაში. ასევე საინტერესოა, რომ თავად გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა თავისუფლ ციტატას, არ მგონია რომ პრორუსული განწყობები საკმარისად მატერიალიზებულია იმისთვის, რომ სერიოზული გავლენა მოახდინოს საქართველოს განვითარების ტენდენციებზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა უკუვაგდოთ რუსული პროპაგანდის ფაქტორი და კომუნიკაციების კომპანიაში გავეთვალისწინოთ ეს, მაგრამ ასევე არ უნდა გავაზვიადოთ ის პოტენციალი, რაც დაკავშირებულია პრორუსულ ძალებთან. ეს გახლავთ ციტატა გიორგი კვირიკაშვილის საუბრიდან ამონარიდი. აი ამ ფონზე და საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, რა არჩევანი აქვს საქართველოს? საქართველოს არჩევანი განცხადებულია, საქართველოს არჩევანში საქართველოს მთლიანობაში როგორც სახელმწიფო ისრაფის ამ პროცესებისკენ, მას ხედავთ ჩვენ ევროინტეგრაციაში და ასე ვთქვათ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან მეტ ინტეგრირებაში, ამიტომ ეს ყველაფერი ჩანს. დანარჩენი ეს არის ბარიერები, რომელიც დროდადრო აქტიურდება და რომელიც დროდადრო ქმნის მეტ პრობლემას. შესაბამისად, მეც ვფიქრობ, რომ ამას განსაკუთრებული პერსპექტივები არ აქვს, ანუ ვიტყვი, რომ ის უფრო აი ახლა პიკს უახლოვდება პრორუსიზმის ყველაზე მაღალი პერსპექტივის, ასე ვთქვათ, ჩვენ ყველაზე მაღალი პერსპექტივა რაც შეიძლება გქონდეს. ჯერ პიკზე არ არის, შეიძლება კიდევ რაღაც უფრო პიკამდე დარჩეს, პერვალამდე რაღაც. რას გულისხმობთ კონკრეტულად? რას გულისხმობთ კონკრეტულად? აი ამაზე მეტი პრორუსიზმი ვიდრე ახლა არის. აი ცოტაოდენ მეტი თუ შეიძლება რომ იყოს, ვთქვათ, თან მიდრეკილებები ან რუსეთთან, ასე ვთქვათ,
ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც ეკაჩება საქართველოს რუსეთისაკენ. აი თითქმის მაქსიმუმი, რაც შეიძლება იყოს. ამიტომაც როგორც კი ეს პროცესები თავისთავად ერთი პლუსი აქვს ამას, მე არ ეს ხელისუფლებამ მიზანმართულად გააკეთა თუ შემთხვევით მოხდა, უფრო ალბათ ეს უკანასკნელი, რომ თავისთავად ამოტივტივდა რაღაცებს ზედაპირზე, ანუ ფარული აღარ არის. ფარულ პროცესს ბევრად უფრო მავნე, ასე ვთქვათ, პერსპექტივები აქვს ხოლმე. ეს ძალიან ღია პროცესია და ძალიან ზედაპირზე ტიტულებს. ამიტომაც დღეს ხვალ აი ოდნავ კიდევ შეიძლება აიწიოს ეს რუსული პროპაგანდის ეფექტი და მაჩვენებელი, მაგრამ ზეგ ასე ვთქვათ პირობითად ის ბევრად უფრო დაბლა დაიწევს. იმიტომ რომ წინა პლანზე გადმოვა უკვე არა პოსტსაბჭოური ან კონფორმისტული დამოკიდებულებები, არამედ წინა პლანზე გადმოვა 21 საუკუნის დამოკიდებულებები, ადეკვატური ძიება საქართველოს მომავლისა, საქართველოს მომავალთან მართებაში. ბატონო არჩილდა საუბრის მიწურულს ამ პროცესის გახსნილობის თანდევად რა საფრთხები შეიძლება განვიხილოთ? არაფერი, ფუჭი ხმაური და სახელმწიფოს განვითარების აბკოლება. მეტი არაფერი შეიძლება იყოს რაღაც ფრაგმენტული ასე ვთქვათ კონფლიქტები, არც კი ალბათ აი რაღაცა ისეთი რაც ნახეთ, მაგრამ პრინციპში ესეც განსაკუთრებული პერსპექტივები არ გააჩნია. ერთადერთი ამას შეიძლება მოხდეს ის, რომ დინამიკა ქვეყნის განვითარების, საზოგადოების განვითარების აი ესე დროდადრო აი ამ პრორუსულმა პროპაგანდამ დროდადრო შეაფერხოს და შესაბამისად ოდნავ უფრო შეუშალოს ხელი აი ამ განვითარების ტემპს, თორე სხვა მხრივ ეს უკვე რეალურად არის შანსი რუსული ძალების ფეხის მოკიდებისა ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკაში არა, ერთადერთი შანსი რუსული ძალების ფეხის მოკიდებისა არის მათ ლობიზმში და ეს ბევრად რთული თემა არის. ეგებ ერთხელ ვცადოთ და დავიწყოთ ამაზე მსჯელობაც, იმიტომ რომ რუსული ლობიზმის შედეგი იყო ხოლმე საქართველოში ყოველთვის მოწინააღმდეგე მხარეების შექმნა და ორივე მხარის დაფინანსება. ანუ ხშირ შემთხვევაში საქართველოში მოწინააღმდეგეებს ის რაც ხდებოდა ჩვენს თავს, ხშირ შემთხვევაში ურთიერთმტკივნეულ განწყობებში ორივე მხარეს რუსები ლობირებდნენ და ეს რთული თემა არის. აი ამ ეფექტით შეიძლება ჰქონდეს მათ მეტი პერსპექტივა და ერთი ეს არის წმინდა წყლის ძალისმიერ მეთოდებში, ამიტომაც უგუნურ ხელისუფლებას მეტად შეიძლება გუგუნურმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს რუსული ინტერესების განვითარებას, ისე როგორც მოხდა თქვა 2008 წელს. მათ შორის. უღრმესი მადლობა არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი საუბრობდა ეთერში რუსული პროპაგანდის ფაქტორი გახლავთ დღევანდელი მთავარი თემა. სულ რამდენიმე წუთია დარჩენილი პრაქტიკულად გადაცემის დასრულებამდე 292-11-92 ჩვენ ინტერაქტივის მეშვეობით გაძლევთ საშუალებას გამოხატოთ ღიად საკუთარი პოზიცია, ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა 292-11-92 რადიო იმედის ეთერი ღია თქვენთვის. ასევე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის აზრით პრორუსული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის ძალის შესახებ საქართველოში ინფორმაცია გაზიადებულია. ამის ფონზე პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ საქართველოში არასოდეს ყოფილა ასეთი მასობრივი შეტევა რუსეთის რბილი ძალის მხრიდან. როგორც ახლა უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდისა და პრორუსული განწყობების პოლიტიკური სუბიექტების გაძლიერების ფონზე საჭიროა პროდასავლურმა ძალებმა მეტი ძალის ხმევა ჩადოს საერთო საკითხებზე ერთობის მისაღწევად, ვიდრე ურთიერთ დაპირისპირებაში ჩვენ გვაქვს პრობლემები და ეს შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ძალების მიერ, რომლებსაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა. ამ დროს პროდასავლური ძალები ერთმანეთთან დებატებში შევდივართ და უფრო ხშირად ვართ ჩართული პარტიებს შორის შეხლა შემოხლით და ამაზე მივმართავთ ჩვენს დროს. ხომ არ ჯობდა უფრო კარგად აგვეხსნა ხალხისთვის. მაგალითად, რა პროცესები მიმდინარეობს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რატომ ჭიანურდება პროცესი. ეს არის საერთაშორისო პროცესი, რომელიც კარგად უნდა იქნას ახსნილი ხალხისთვის, თორემ შეიძლება გამოიწვიოს ანტიევროპული განწყობები, რაც ყველასთვის საფრთხე, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ არა მარტო მაშინ, როცა საერთო საფრთხე არსებობს, არამედ მაშინაც, როდესაც საერთო სარგებლის მიღება გვინდა. ეს გახლავთ ამონარიდი დავით უსუფაშვილის განცხადებიდან. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანიას აზრით კი რუსული პროპაგანდა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება. ჩვენ ჯერ კიდევ ერთი თვე გვაქვს არჩევნებამდე და მე მგონი საკმაოდ გონივრული იქნება იმ ძალებმა, რომლებსაც მართლა სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის, ასე ვთქვათ, გავიღვიძოთ და კარგად ავუხსნათ მოსახლეობას, რა სარგებლის მომტანია მათთვის თუ ქვეყანა დასავლური საზოგადოების სრული წევრი გახდება.
გასარგებელს მოუტან საქართველოს ნატოს და ევროკავშირის წევრობა და ასე შემდეგ. ჩვენ რა წვლილი შეტანათ შეგვიძლია საერთო მიზნის ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობაში ეს უნდა შევიტანოთ ეს შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ახლა აცხადებს ამის შესახებ ირაკლი ალასანია. დღეს ჩვენ საუბრობდით თემაზე რუსული პროპაგანდის ფაქტორი. უსმენთ ერთმანეთს. დავით ერთმანეთს დავამშვიდობებით შეგახსენებთ რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp-G ვახორციელებთ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამ კვირაში მეგობრებო ჩვენ ვეხმარებით 18 წლის წელენ ახალგაზრდა გოგონას თეკლა კიკაჩეიშვილს მას აქვს მეორად გენერალიზებული ეპილეფსია და საზღვარგარეთ პრექირურგიული შეფასება სჭირდება რომლისთვისაც 23,000 ლარია საერთო ჯამში საჭირო. თქვენ შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიოთ ვებგვერდს WeHelp.G. მოიძიოთ თეკლა კიკაჩეიშვილის პროფილი და მას დაეხმაროთ ნებისმიერი თანხის გადარიცხვით, ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვით. ასევე გაქვთ საშუალება დარეკოთ ნომერზე 0917108082. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ნომერს 0917108082. არის ღირებულება გახლავთ 1 ლარი და თქვენგან გაღებული ყოველი 1 ლარი ამ კვირაში მოხმარდება 18 წლის თეკლა კიკაჩეიშვილის გამოჯანმრთელების პროცესს. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. საეთერო სტუდიაში მუშაობდი ნინი ხუგაშვილი, გადაცემის პროდიუსერია დავით მაღლაფერიძე. მომავალ საეთერო შეხვედრამდე გემშვიდობებით. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. უსმენთ ერთმანეთს.